საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა იმედი ლაივში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს საქმეებში ერეოდა. რაც მათ გვიპასუხეს საელჩო, რაც მათ გვიპასუხეს, ეს ზოგადად საკუთარი ქვეყნის წარმატებისათვის, იზოლერისათვის, ამას იტყვის ყველა ქვეყანა. ეს ძალიან ზოგადი და პრაქტიკულად აბსტრაქტულია, მაგრამ ეთანხმება თუ არა საელჩო, რომელსაც რომ უნდოდეს ერთ წამში დაამთავრებს ნებისმიერ საპროტესტო ამ მოგონილ ამბავს. ერთ წამში. ამაში ღრმად ვართ დაწუნებულები, ვიცით ინფორმაციას და ლოგიკაც ამაში მდგომარეობს და ამაზე მეტყველებს. მაგრამ რატომ იმას არ ამბობენ? ოჯახურ ღირებულებებზე, გამჭვირვალობაზე, ომის დამთავრებაზე და მსგავს საკითხებზე, რომლებიც აბსოლუტურად პრეზიდენტმა ტრამპმა ამოაყირავა ნარატივი, ვორდინგი, ეგრეთ წოდებული საუბარი, მიდგომები ამასთან დაკავშირებით. რატომ არც ერთთან დაკავშირებით არ თქვა საელჩომ, რომ აი ამ ახალ მიმართულებებს ჩვენ ვეთანხმებით. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ მოქმედებდა საელჩო და როგორ ერეოდა პირდაპირ საქართველოს საქმეებში და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. დღეს გვაქვს ჩვენ იმისი შნო, რომ ვილაპარაკოთ ასეთ ამბავით, იმიტომ რომ საქართველო მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით, შეუდარებლად მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით რეგიონში გახდა ერთ-ერთი ძალიან სერიოზულად ანგარიშგასაწევი ძალა. და ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა, ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება შეძლებს, რომ ეს დამოუკიდებლობის ხარისხი მოიპოვოს თავისი თამამი გადაწყვეტილების ხარისხით.